გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო. მე გახლავართ კახა იმნაიშვილი, ავტორი და წამყვანი ახალი გადაცემის გახსოვს, რომელიც დღეიდან გავა Silk.net-ის არხებზე და სურვილი შემთხვევაში YouTube-ზეც იხილავთ. მოგეხსენებათ სპორტის სამყაროში, ისევე როგორც ცხოვრების ნებისმიერ სხვადასხვა სფეროში, უამრავი მითი, ლეგენდა, რეალობა არსებობს და ესენი ისე არიან ერთმანეთში გადაჯაჭვული, რომ ძალიან ხშირად ძნელიც არის ხოლმე სიმართლის დადგენა. ჩვენი გადაცემის მიზანი სწორედ ამ მითების, ლეგენდების თუ ჭორმართლის გახსენება და გარკვევა გახლავთ. გადაცემა იქნება ყოველკვირეული და მისი ქრონომეტრაჟი დაახლოებით 45-55 წუთი. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ლამის 1 საათიან გადაცემაში ხომ მხოლოდ მე რომ მიყუროთ ძალიან ძნელი იქნება. ამიტომ გადაცემას ეყოლება ორი თანაწამყვანი. ქართული სპორტის და არა მხოლოდ ქართული სპორტის და უფრო მეტიც სპორტის მცოდნე ჟურნალისტიკის ღირსეული წარმომადგენელი, არაერთი სტატიის, წიგნის თუ გადაცემის ავტორი ბატონი კოჩა გაჭარავა და უამრავი საინტერესო ისტორიის მომსწრე, შემსწრე, ამღწერელი, შეიძლება ითქვას ბიოგრაფი, სპორტის დიდი კომაგი ბატონი თემურ ღაღანიძე. დიდი მადლობა ბატონო კახარო თანაწამყვანად ამირჩიეთ გადაცემაში. ჩვენი ასაკიდან გამომდინარე ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვახსოვს. ბავშვობიდან ვართ სპორტის ლამის ყველა სახეობის კომაგები. ბევრი მატჩი გვინახავს, ტურნირი, ასპარეზობა, ორთაბრძოლა და ვეცდებით რომ ასაკოვან გულშემატკივარს შევახსენოთ ეს პერიპეტიები საინტერესო სპორტული მოვლენებისა, თორე შეძლებს დაგვარად ახალგაზრდა გულშემატკივრებს კი გავაცნოთ. და დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ეს მცდელობა წარმატებული იქნება. ჩვენ და საბედნიეროდ საქართველოს სპორტი იმდენად მდიდარია ღირსშესანიშნავი მოვლენებით და უდიდესი წარმატებებით, რომ მე დარწმუნებული ვარ, თემა არ გამოილევა იქნება წლების და წლების მანძილზე. აი თუნდაც ის რადგილს, რომ როდესაც ადამიანი არის მომსწრე რაიმე მოვლენის და ის იხსენებს და ამისათვის მე მინდა დიდი მადლობა განუცხადო ჩვენი გადაცემის პროდიუსერს, ავტორს, ბატონ კახა იმნაიშვილს, რომ მან დაარსა ესეთი საავტორო გადაცემა და მიგვიწვია ჩვენ მადლობას მოგახსენებთ მე როგორც და თავს არ დავზოგავთ არც მე, არც კოჩა გაჭარავა, მე როგორც თქვენი მორჩილი თემურ ღაღანიძე, კახა იმნაიშვილთან ერთად, რომ ყოველთვის საინტერესო გადაცემები შემოგთავაზოთ. რა შეიძლება ახლა კიდე ითქვას, რომ ალბათ უკვე დროა გადავიდეთ უშუალოდ გადაცემაზე და დღევანდელი წარმატებებიდან თუ საერთოდ პოპულარობიდან გამომდინარე ჩვენი ტელემაყურებელი ალბათ იფიქრებდა, რომ გადაცემას ან ფეხბურთით დავიწყებდით, მე შენ გეტყვი არ გვაქვს სათქმელი, ან კალათბურთით, აგერ რა მასშტაბებს მივახციეთ უკვე ლამის, როგუნჩი ხო გავედით. როგუნჩი გავედით. ცოტა მეტი იღბალიც რო ქონოდა, უარესი შეიძლება გაგვეკეთებინა. უარესი ბჭყალებში რასაკვირველია. და ალბათ არც იქნებოდა გასაკვირი, რომ დაგვეწყო კალათბურთით გადაცემა. მით უმეტეს, რომ არც წარსულში გვაკლდა ეს დიდი მიღწევები, მარტო ჩემპიონთა თასის აღება და გნებო ფინალში ყოფნა რა დღეს.
მაგრამ აი მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც სხვანაირად ვიფიქრეთ და მე მგონი სწორედ ვიფიქრეთ, რადგან რაც არ უნდა დიდი წარმატებები გქონდეს თქვა იგივე ფეხბურთში თუ კალათბურთში, დღესდღეობით მაინც ისეა, რომ იქნება ეს გუნდური თუ ინდივიდუალური მიღწევები ქართულ მოჭადრაკეებთან თვით მოჭიდავებიც კი მე მგონი ახლოს ვერ მივიდნენ. ათგზის მსოფლიო ჩემპიონი ქალბატონები ყავს და 14 გზის ოლიმპიური ჩემპიონები. ნუ ეხლა ამაზე მეტი რა უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ ქვეყანას შეშურდება ეს ბიოგრაფია, ნებისმიერ ქვეყანას. რა თქმა უნდა, თან თუ გავითვალისწინებთ, რა პერიოდში მოიპოვეს ჩვენმა ქალბატონებმა ეს წარმატებები, რა მაქვს ხედველობაში, რამდენად პრესტიჟული იყო მაშინ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონობა, ხო? ალბათ დამეთანხმებით, რომ იმ დროინდელი თუ მსოფლიო ჩემპიონები ჭადრაკში თქვა, რა ვიცი, ფიშერი გინდა თუ ტალი გინდა, სიტუაციაზე თუ სპასკი გინდა, მაგალითად, რომელ ფეხბურთელს ჩამოვარდებოდნენ ან კალათბურთელს პოპულარობით და პრესტიჟით მე თუ მკითხავ გაცილებით უფრო ბაღალ საფეხურზე ედგა, ხო? განსაკუთრებით ფიშერი და ტალი. ტალიც ძალიან პოპულარული იყო. რას ამბობ? ის კი არა 1992 წელს, როდესაც გაიმართა ფიშერ სპასკის აი 20 წლის მერე გამეორება 72-ში რომ 20 წელზე რემატჩი. ხო, რემატჩი რა. ფიშერი მაგდროს ხო დაიკარგა 20 წელი არ ჩანდა ასპარეზზე და 20 წლის მერე ეთამაშებიან, ესე იგი 92 წელს. და ჰონორარი ამ ტურნირის რა იყო, იცით ბატონო? 5 მილიონი დოლარი. 10 პარტიის მოგებამდე იყო თამაში. სულ 30 პარტია ეთამაშეს, თუ არ მახსოვს 5-ით 10 მოუგო. 10-ით 5 მოუგო ფიშერმა. ფიშერმა მოუგო 10-ით 5 და ანუ 30 პარტია ითამაშეს და წარმოიდგინე ესე იგი 5 მილიონი დოლარი იყო ჰონორარი საერთოდ მატჩის და აქ საიდანაც 3.5 მილიონი აიღო გამარჯვებულმა, ანუ რობერტ ფიშერმა. და მე სხვადასხვა ნახე, ეხლა რა იყო შედარება არ შეიძლება ხო თქვა ჰონორარები და ფული თქვა იგივე ჩოგბურთის და ჭადრაკის, ხო? და მაშინ ნახე 1992 წელს როდესაც ეს გაიმართა ეს მატჩი, ქალებს შორის ყველაზე წარმატებული ჩოგბურთელი იყო მონიკა სელეში. და ყველაზე მეტი ანაზღაურებას 92 წელს მონიკა სელეში ჰქონდა და მონიკა სელეში იმ წელიწადს მოიგო საფრანგეთი მოიგო, ავსტრალია მოიგო. საფრანგეთის ღია მოიგო, ავსტრალიის ღია მოიგო, კანადა მოიგო ღია და ნუ კიდე რაღაცა ტურნირებსაც ხო იხედა. უიმბლდონი არ მოუგია, მე მგონი 92-ში არა. ხო და თელი ჰონორარი იმ წელს მონიკა სელეშის იყო 2.600.000 ჩოგბურთელის. და ხა სხვა ტურნირებში ეს ხო გამოდიოდა, კი შეიძლება არ მოუგ, მაგრამ იქ თითოეულ თამაში უკვე საკვალიფიკაციოში მაგი არ გავიდოდა არა და იღებდა ჰონორარებს და მთლიანად იმ წელს მისი ჰონორარი იყო 2.600.000. და ფიშერმა კიდე ერთ თვეში 3.5 მილიონი აიღო. ანუ ისედაც ძალიან პრესტიჟული იყო რა და ეს მეტყველებს იმაზე თუ რამდენად პოპულარული იყო ჭადრაკი აი იმ წლებში რა. დიახ, აი სწორედ მაგას ვამბობ. 60-იანი, 70-იანი, 80-იანი წლები. და მოდით ეხა აი მე მგონი ჩვენ რაღაცები კი ჯანეთ ქალბატონ ნონაზე და აი მან საიდან დაიწყო, როგორ დაიწყო თვით მას მოусმინოთ. მე დავიბადე ზუგდიდში და 4 უფროსი ძმა მყავდა მე. რასაც ისინი თამაშობდნენ მე. უფროსი ძმა თამაშობდა ყველაზე კარგად ჭადრაკს. ის წიგნებში იყო სულ ჩარგული და მე ხვეწებოდა. ჭადრაკის ტურნირებს ატარებდნენ ჩემი ძმები. ბილიარდი ქონდა, პატარა ბილიარდი ჭაზე იყო გადებული. მე რომ უკვე დიდ ბილიარდზე გადავედი, არ გამჭირვებია, პირდაპირ გადავედი ადვილად. პინგ-პონგის მაგიდა გქონდა, ფეხბურთის ბურთი გქონდა,
ფრენბურთის ბურთი გქონდა. მე პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემი სპორტული ხასიათი დარწმუნებული ვარ. გამოიბრძვე და იმათან ჭიდილში რა. და 53 წელს როცა ვიყავი 12 წლის. სამეგრელოს გუნდს დაჭირდა გოგო გუნდში. ესე იგი უნდა ეთამაშა სამბის და ერთ გოგოს. პირველ დაფაზე უნდა ეთამაშა ჩემს მეორე ძმას. მაგრამ მოხდა ისე, რომ სკოლა დაამთავრა. იყო გამოსვლები და არ წამოვიდა და მას მაგივრად სხვა ბიჭი დაჭირდა პირველ დაფაზე რა. ასე აღმოვშდი ბათუმში, მაგრამ სანამ ბათუმში ჩავიდოდით, ცოტა კურიოზული სიტუაცია იყო, იმიტომ მატარებელში ბიჭებმა გადაწყვიტეს ჩემი გაცნობა, მე ვიცი ჭარაკის თამაში თუ არა. და ვისაც პირველ დაფაზე უნდა ეთამაშა, მოდიო ვითამაშო და მითხრა, ვითამაშე და მე მოუგე პარტია. შენო თამაში გწოდნიო, მე ახლა სერიოზულად არ მითამაშიო. მაშინ მეორე პარტია ვითამაშოთ და მეორე პარტიაც მოუგე. ასე ჩავედით ბათუმში. ბათუმში წვრილმა ვახტანგ ქარსელაძემ შემოუთვალა მშობლებს. ამ ბავშვს ნიჭი აქვსო და გთხოვთ რომ გამოუშვა თბილისშიო და აქ დაფიქრდე მშობლები 54 წელს შემოდგომაზე აღმოჩნდი თბილისში და 55-ში უკვე თბილისში დიდებში მეორე ადგილი დავიკავე და 56-მდე დავიწყე უკვე მოგებები. თქვენს პირველ მცნობელს როგორ გაიხსენებთ აი ქარსელაძე ახსენეთ? იცი რა, ქარსელაძეა სულ წელწადნახევარი ვიარი, მეტი არა. მე შიშობთან ვიყავი და მე უკვე გიფსისი იყო მწვრთნელი. მე ახალგაზრდა თამაზ გიორგაძე რო გამოჩნდა ძალიან ისეთი იყო მონდომებული და კარგად მუშაობდა. ეპიზოდური ის ყოფილა კიდე დაუშვათ გურგენძე ერთი თვე მეხმარებოდა. ბრონშტეინი იყო ერთი თვით. ძირითადი მე წლების განმავლობაში იყო გიფსისი რა. თუ არ ვცდები ეს იყო 39 წელი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ზონა. ალბათ ჩემნედლო გავსულიყავი მაშინ. მაგრამ ჩემი სისულელით გავაფუჭე ტურნირი და რა მოხდა? ეს არ ამგონია რომ მოყოლილი იყო სადმე ისე ცალკე თუ არა, მე არ ვიცი, მაგრამ 2.5 მქონდა 3-დან თუ არ ვცდები, შევხვდი ფლორა დიმიტრიევას. ხო და ფიგურა შევწირე ორ პაიკში, მეფე შეირდობდა ცენტრში, ну პოზიციას ვიძი რომ მოგებული მაქვს რა, რო იტყვიან, დიდი უპირატესობა მქონდა და ამ დროს მე დავეცი მის ფიგურას და არ შეამჩნია რომ მე ქიშით ვიღებდი და თვითონაც დაეცა. გაიგეთ, მე შემეძლო ქიშით ამეღო ფიგურა, მეორე ფიგურა ჩემი მომეცილებინა და ну უნდა დამნებებულიყო. და მეუნები ფლორა მე უთხარი შეგიძლია სვალი დააბრუნო მეთქი სულელი, ну პატარა ბავშვი ახალგაზრდა. აი ესეთ სერიოზულ ტურნირებში რომელსაც შერჩევითი ხასიათი აქვს. ვინ უბრუნებს ვინმე სპორტს არ უყვარს ესეთი რაღაცები. და დამსაჯა მე შვიდათ აიღო, დაიბრუნა სვლა და როგორ დავიწყე გაფუჭება ნელ-ნელა პარტიის. ერთი სპლით ვერ გააფუჭებ პარტიის. მოვიდა გადადების დრო, მაქვს წაგებული პოზიცია, მაგრამ ვდებ პარტიას. ხო და რო ჩავიწერეთ სვლა და კონვერტში ჩაიდო, მოდის გურფინკელი იყო ესეთი ოსტატი მოჭადრაკე როსტოვიდან. თუ იმას დაუნახია ეს მომენტი. მოვიდა, მე არ მიყურებს და მიმართავს იმას ეუბნება. ამ ჩემს მოწინააღმდეგეს რომ ფლორაო. მე დავინახე როგორ დაებრუნეს სვლა. ესეთი რაღაც არ ხდებაო. ნონამ დაგიბრუნაო ხო სვლა? კეთილი ნები და შეძავაზე ყაიმი. არ აქვს უფლება პარტიის მოგების. იმან არაფერი არ თქვა ჩადო ეს ჩაწერილი სვლა კონვერტში და ეს გაიგონა მთავარმა მსაჯმა. იყო სოლიდური კაცი, რომელსაც ბევრი ქონდა. კაცი გაგიჟდა, მე ამბობდა, პირველად ვნახე ესეთი რაღაცაო. მსაჯმა დაგვიძახა თავის კაბინეტში. და გვითხრა, მე გიგიგერხო, მიუბრუნდა ფლორაზე უნდა, მე ეს რაღაცა გავიგეო ახლა. ეს რაღაცა არ ხდება რა. შენ თუ სვლა დააბრუნეო, მე როგორ მსაჯი გეუნებიო რომ უნდა შეთავაზო ყაიმი. არ დამიბრუნებიაო თქვა. და ამან მომსპო. ამან ისეთ ზემოქმედება გამოიჩინა, რომ ზედიზეთ სამ პარტიაში თქვი უარი ყაიმზე. და სამი პარტია წავაგე ზედიზეთ. აი ასე დავჭი 2 წელი ესე იგი და ამიტომ როდესაც 61 წლისთვის უნდა საზღვარშორისო იყო და იმის ზონალური ჩატარდა საბჭოთა კავშირში ტურნირი. იქ უკვე ვითამაშე
წყნარად, ნორმალურად, არც მიფიქრია პირველ ადგილზე და თავისუფლად გავედი ამ ოთხეულში. და ასე გავედი საზღვაოს ტური ჩატარდა ბრდიაჩკაბანიაში. მართლა ძალიან მაგრა ვითამაშე, იქშიშოვი იყო ჩემი მწვრთნელი. ბოლო მოწინააღმდეგე კონკურენტებიდან იყო მილუკა ლაზარევიჩი, ნომერ პირველი მოჭადრაკე იუგოსლავიის, ძალიან ლამაზი ქალბატონი, კარგი ჟურნალისტი, მეგობრობდით. ნუ ყველა საუკეთესო მეგობარი ნიკოლავი იყო, მაგრამ შემდეგ ეს ორივესთან ძალიან ახლოს ვიყავით. თქვენ წარმოიდგინეთ, ორგანიზატორები რო იცოდნენ, ჩვენ მეგობრობდით, ერთმანეთის გვერდში გვადლებდნენ ნომრებს. ერთმანეთს ვეხმარებოდით ტურნირში, თუ საჭირო იყო. და ერთმანეთს ვეთამაშებოდით პარტიას ყოველთვის. ყაიმი ჩვეულებრივი ისე, თამაშის გარშე არ გაგვიკეთებია, გამიგეთ? ასე რომ მილუკა ლაზარევის მოუგე ძალიან საინტერესო პარტია. და ორი ტურით ადრე გავინაღდე პირველი ადგილი. ნუ ბეკოვასთან მოვიგე რაც 9-2. 7 პარტია მოვიგე, 4 ღამე დავთვალე. საინტერესო რა არის, პირველი შესვენება როგორც კი გაჩნდა, მუსჯიგებში დავედი ფეხბურთზე. და არა, სწორად პიროვნება არ ვიყავი მაშინ მათთვის. კი იწერებოდა დიდი ინტერვიუები მაქვს მიცემული, ფეხბურთზე იწერებოდა რომ გულშემატკივარი ვარ დიდი. გამიგეთ? რაღაცა რა, მე სხვა ინფორმაცია არაფერი ისეთი არ ყოფილა და ჯერ მსოფლიო ჩემპიონი არ ვიყავ. და შესვენების დროს დასავლეთ ტრიბუნები ყვებოდა რომ ნონა მოუგე ვიგრე ულიზი ესე იგი შემოკლებულად მოუგე ლიზას ელიზაბეტი ერქვა. თურმე აღმოჩნდა რომელიღაც მოყვარული ეთყობა ჭადრაკს დადიოდა, რომელმაც ნელ-ნელა გადაცა და დასავლეთმა ტრიბუნა მაშინ დამიჭირა მხარი. და ასეთი მომენტები მე მახსენდება მე ერევანში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ვითამაშე. და ჩემთან ერთად ქართველები თამაშობდნენ კიდევ. გახსნაზე ისე მიმიღეს. ნინო გურიელიძახი სადა ვართო კაცო, საქართველოში ვართო, სომხეთშია. დამტოვეს მთელი თვით მე ჩემპიონი რო გავხდი. და სეანსები ჩავაწერე მაგათ რეგიონებში. და პირველი შეხვედრა იყო, ჩემი მეუღლე ჩამოვიდა. პირველი შეხვედრა იყო ჭარაკის კლუბში მაგათში. და ერთი წამოდგა და პირველი კითხვა მომცა ასეთი, ამბობენ შენზე რომ შენ იქ მარი სომეხია და მე ვთქვა დღემდე ქართული მეგონა და დღეს თუ გახდა სომეხი არ ვიცი მე გამახსენდა ის მართალია რომ პეტროსიანმა აჩუ დაგიძახა და მსოფლიო ჩემპიონი გახდიო და მე ვთქვა კაცო აჩუს დაძახებით მსოფლიო ჩემპიონები რო ხდებოდნენ წარმოგიდგენიათ ახლა რამდენი მსოფლიო ჩემპიონი იქნებოდა მეთქი გამიგეთ და თან ისა პეტროსიანი ისე როგორც მე მის მატჩზე არ ყოფილა ისე პეტროსი ჩემს მატჩებზე არ ყოფილა იმიტომ ისე ადგილებში იყო საცა მაგი არ იყო ფიზიკურად რო ყოფილიყო იმ მომენტში არ მოსკოვში ვეთამაშა იმ მომენტში ხო შეიძლება მოსულიყო მოინდა მაგის დაჩაზე ნამყოფი ვარ და ბილიარდის მითამაშია და პიბოგი მითამაშია გალა კუშნერს შეხვდით სამჯერ ну ცხადია რომ ცხადია ალბათ საბჭოთა კავშირის ოფიციოზი ხარს უჭერდა ალა კუშნერს იცით რა ოფიციოზი ვერაფერს ვერ დაეხმარებოდა მაგრამ სერიოზული მოჭადრაკე იყო კარგად მუშაობდა კაი მწვრთნელები ყავდა რუსი მწვრთნელები ხო და სამი მატჩის თამაში მოგვიწია რა უბრალოდ ეს იყო რომ ვუგებდი რა რო იწყია მარტო ერთი მატჩი დამთავრდა 8 დახევარი და ისიც იმიტომ რომ შესწომა დავუშვი მე მაქვს ბავშვებიდან კატარი და ყელს ვურთხილდები ძალიან ვიღაცა მირჩია რომ ბროწეული ტვინისთვის კარგიაო და წაიღეო და მე ყოველდღე დამავიშდა რომ კატარი მაქვს და ბროწეული ჩემთვის არ ვარკა და თითე დღეს თითე ბროწეულის წვენს ვამდი და მესამე ტურის სადილის დროს ვერ გადავყვე საჭმელი და სასწრაფო მოიყვანეს და ძალიან გამწვავებული მქონდა ყელის მდგომარეობა საჭმელს ვერ ჭამდი მარტო აი სუპები და ცოტა სალატი რაღაც რბილი იმაში დავდიოდი კლინიკაში დავდიოდი სხივებს მიკეთებდნენ და რა ვიცი იმდენი პრობლემები შემექმნა რომ ზედმეტი ბაიკით ვერ მოვიგე პარტია ხარისხი მქონდა მეტი ვერ მოვიგე ენერგია ხო გინდა უნდა ჭამო რაღაცა ყველაფერს თავისი ადგილი აქვს მაგრამ საბოლოოდ მაინც მოვიგე აი ბოლო პარტიის წინ ჭამე პირველად ნორმალურად საჭმელი გამიგეთ და რო ჩამოვედი საქართველოში თუ ვინმე უცნობი შემხვდებოდა მოლოცვით კი არ იწყებდა რატომ ასეთი პატარა ანგარიშითო ემოციურად ქართველ პრეტენდენტთან უფრო რთული იყო თამაში თუ უცხოელთან თქვენ წარმოიდგინეთ ქართველთან ალბათ იმიტომ მაინც აზრი ხო იყოფა ახლა
კი, მეტი გულშემატკივარი მყავდა, მაგრამ ზოგიერთს უნდა და კიდე მეორე ყოფილიყო და ახლა ზოგიერთი რო გეტყვის, ხო არ დაუთმობ. მე ვთქვა, ზუგდიდის ჩემპიონობას არ დაუთმობს ადამიანი და მსოფლიოს ჩემპიონების დათმობა გაგიგია მეთქი, მაგრამ ისე სხვათა შორის მე როცა დავთმე მატჩი, ხო ქართულთან დავთმე ჩებურდაინძესთან. მე ისეთი წერილები მომდიოდა მაშინ. თან რა რაოდენობის ვერ წარმოიდგენთ. მხარდაჭერი. და მე აი პირველი ოსკარი შემოვიდა, მე 78-ში რო დავთმე ეს მატჩი. შემოვიდა მე ოსკარი, პირველი ოსკარი. და ოსკარს მსოფლიოს ჩემპიონებისთვის გეადლებენ. წლიური ჯამური წარმატებისთვის, რა ტურნირებშიც მიიღე და როგორ გამოხვედე. ასე რომ 2 წლის შემდეგ მე კარგი შედეგები მქონდა ძალიან კარგად გამოდიოდი როგორც ვაჟთა ტურნირებში, ქალთა ტურნირებში, პირველი ოსკარიც მოვიპოვე მე. საყოველთაოდ ცნობილი ნონას ძალიან დიდი წარმატებები ქალთა ჭადრაკში, მაგრამ ძალიან დიდი შედეგები ჰქონდა, მას მნიშვნელოვანი მატჩები აქვს მოგებული მამაკაცებს შორის. და არც ის არის გასაკვირი, რომ პირველი დიდოსტატი ქალბატონი მამაკაცებს შორის სწორედ ნონა გაფრინდაშვილი იყო. ეს 1978 წელს მოხდა. მანამდე კი ერთი წლით ადრე 1977 წელს ლონპაინის მეტად პრესტიჟულ ტურნირში მიიწვიეს. თავისთავად ის ფაქტი, რომ ასეთ ტურნირში მიიწვიეს, უკვე ეს არის ქალი მოჭადრაკისთვის ძალიან დიდი აღიარება და წარმოება. უკვე ეგ არის, მაგრამ იქ იყო ესე იგი 18 მოჭადრაკე იყო, ეს 18-ვე იყო თავიანთი ქვეყნების ოლიმპიური ნაკრებების წევრები. და ესეთ მოწინააღმდეგეებთან უხდებოდა თამაში და მთელი დისტანცია ძალიან კარგად გაიარა ნონა გაფრინდაშვილმა. ერთი პერიოდი პირველ ადგილზეც იყო, ერთპიროვნულად ლიდერობდა და უკვე ფინიშის სწორზე 4 მოჭადრაკე დააგროვა ერთი და იგივე ქულა და პირველი მე-4 ადგილები გაიყო, რაც ეს იყო ძალიან დიდი უდიდესი წარმატება იყო. და აქვე აუცილებლად უნდა გავიხსენოთ კიდევ 1984 წლის მისი პარტია იუგოსლავ მოჭადრაკე დრაგალ ველიმიროვიჩთან, რომელიც ითვლებოდა იმ დროისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ტაქტიკოს მოჭადრაკედ. და ეს შეხვედრა 1984 წელს შედგა და აი ველიმიროვიჩის ავტორიტეტზე ძლიერებაზე ის ფაქტის მიუთითებს, რომ ცოტა ხნით ადრე მან ითამაშა ტიტოგრადის საერთაშორისო ტურნირი, მაშინდელი ჩერნოგორიის დედაქალაქს ტიტოგრადი ერქვა და მან ვიქტორ კორჩნოისთან დაიღო პირველ-მეორე ადგილები და ქულათა საკმაოდ დიდი მარაგით გაუსწრო კიდევ ერთ მსოფლიო ჩემპიონს, იმ პერიოდის ექს-ჩემპიონს მიხაილ ტალს. ლეგენდას. მსოფლიო ჭადრაკე. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ეს პარტია არა მარტო მაყურებლისთვის, რომელიც ესწრებოდნენ დარბაზში ამ თამაშს, არამედ თვითონ შეყოვდნენ ტურნირის მონაწილეებიც და ადევნებდნენ თვალს. ველიმიროვიჩმა 3 პაიკი შესწირა ფიგურაში, შემდეგ უნდა მე-4 პარტიის მოკლაც, მაგრამ ეს ნონა ტაქტიკურად ძალიან კარგი დაცვა ააწყო, ესეც მის ძლიერებაზე მიუთითებს, რომ დაცვაშიც ძალიან ძლიერად ითამაშა და ძალიან დიდხანს გაიწელა ეს პარტია და ბოლოს ესე იგი შერჩათ თითო მეფეები და თითო მეფე, თითო პაიკი და ცხადია ყაიმით დასრულდა ეს შეხვედრა. და თვითონ ტურნირის მონაწილეებმა, ვინც უკვე შეყოვდა და ესწრებოდა ამ მატჩს, ტაში დაუკრეს ორივე მოჭადრაკეს და 1984 წელს ეს პარტია აღიარეს წლის საუკეთესო პარტიად. ახლა რო დიდი პატივია წლის საუკეთესო პარტიად აღიარონ მამაკაცსა და ქალბატონს შორის შემდგარი პარტია. ახლა როდესაც ვლაპარაკობთ მამაკაცებთან თამაშებზე, ქალბატონი ნონასი შეუძლებელია არ გავიხსენოთ და არ ვახსენოთ ვერა მენჩიკი, რომელიც იყო პიონერი ამ საქმეში. იგი წლების მანძილზე იყო ქალთა შორის უდავოდ საუკეთესო მოჭადრაკე, მაგრამ მას აქვს დიდი წარმატებები
მამაკაცებთანაც მიღწეული და არსებობს ერთი ისტორია, რომელიც რასაკვირველია, ვერასდროს ვეღარ გადამოწმდება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ისტორია არსებობს. იყო ესეთი მოჭადრაკე მაქს ეივე, მსოფლიო ჩემპიონი ნიდერლანდიდან, მაშინ ჰოლანდია ერქვა ნიდერლანდიდან და შემდეგ მაგი ფიდეს პრეზიდენტი იყო წლების განმავლობაში. არა 1 და 2 წელი და თან იყო ფიდეს პრეზიდენტი იმ პერიოდში, როდესაც ყველაზე პოპულარული გახდა, მან ძალიან ბევრი გააკეთა ჭადრაკის პოპულარობისათვის. ეს არის ფიშერის და სპასკის მატჩები და რაღაცეები და ეს და ორი და მე მგონი ყველაზე ავტორიტეტული მეც ესე მგონია ყველაზე ავტორიტეტული იყო. და ორი პარტია მოუგო ვერამენჩიკმა მაქს ეივეს. პირველი პარტია გადაიტანა ჩვეულებრივად ამსტერდამში, პირველი წაგება მისმა მეუღლემ, მაგრამ მეორე წაგებაზე ეჭვიანობის ჭია შეუჩდა და ამ გაგანია ომში მეორე მსოფლიო ომის დროს გადალახა ლამანში და ჩავიდა ლონდონში, რომ დარწმუნებულიყო, რომ ის მართლა წააგო თუ მისი მეუღლე სპეციალურად სიმპათიის გამო თმობდა ვერამენჩიკთან ვაჭერს. ვერამენჩიკზე რახარ ვლაპარაკობთ, არ შეიძლება არ ვახსენოთ ისიც, რომ ჩეხოსლოვაკიის მოქალაქე იყო ის და მას შემდეგ რაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია მოხდა ნაცისტური რეჟიმის მიერ, დატოვა მან ჩეხოსლოვაკია და ჩავიდა ლონდონში საცხოვრებლად და იქ დაიღუპა კიდეც 1944 წელს დაბომბვაში მოყვა. სხვათა შორის ვერამენჩიკი როგორც მე მახსოვს მსოფლიო ჩემპიონი რო გახდა ერთდროულად იმართებოდა მაშინ ლონდონში მამაკაცებსა და ქალებს შორის მსოფლიო ჩემპიონობა. იქით გახდა ასევე ლეგენდარული მამაკაცებში ლეგენდარული მსოფლიო ჩემპიონი კუბელი ხოსე რაულ კაპაბლანკა და აქეთ ქალებს შორის ვერამენჩიკი და მართლა საოცარი შედეგი აჩვენა 12 პარტია უნდა ეთამაშა, წრიული სისტემით მიდიოდა და ყველას ხდებოდა და 12 პარტიიდან მოიგო 11 და ერთი ითამაშა ყაიმით. და ჩვენ ახლა საუბრობდით კიდე ქალბატონ ნონა როგორ ეთამაშებოდა და რა შედეგები ჰქონდა მამაკაცებთან. და ალბათ დამეთანხმებით მეგობრებო, რომ ქალბატონი ნონას დროს მამაკაცი მოჭადრაკეების რა კოჰორტა იყო მაშინ, ხო? დავიწყოთ ბოტვინიკი თამაშობდა კიდე მსოფლიო ჩემპიონი, სმისლოვი მსოფლიო ჩემპიონი, ტალი მსოფლიო ჩემპიონი, სპასკი მსოფლიო ჩემპიონი, ტიგრან პეტროსიანი მსოფლიო ჩემპიონი. ანუ 5 ხوار გამოვჭა კიდე მამაკაცებს შორის ვინებს. ანუ 5 მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი თამაშობდა იმ დროს. ფაქტიურად კარპოვი რომ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ნონა ჯერ კიდევ კი ბატონო, კარპოვის და კასპაროვის დროსაც კი. ჯერ კიდევ თამაშობდა. კი ბატონო. ეს ჩამოთვალე ხა საბჭოთა კავშირის და მსოფლიო ჩამოთვალე მსოფლიო ჩემპიონები. მსოფლიო ჩემპიონები. მსოფლიო ჩემპიონები ჩამოთვალე მხოლოდ. და ეხა დანარჩენი კიდე საბჭოთა კავშირშიც უამრავი იყო, იგივე ლევ პოლუგაევსკი, მარკ ტაიმანოვი რო აიღო, შტეინი, ლევ შტეინი, ბრონშტეინი, კერესი და აი ამ ხალხთან ამ ხალხს როგორ ხვდებოდა და როგორ თავდებოდა მათ შორის პარტიები. მაშინ უფრო მეტ ქვეყანაში იყვნენ ძლიერი, დღესაც არიან, მაგრამ მაშინ უფრო მეტი რო ავიღოთ ხო ჩეხოსლოვაკიაში ვლასტიმირ ხორტი, სპორტიში, უნგრეთში, უნგრეთი ადორიანი იყო. ამერიკაში რეშევსკი, ბირნი, რობერტ ბირნი. აი როგორ თამაშობდა, მოკლედ მამაკაცებთან თვითონ ქალბატონი ნონას მოусმინოთ, მე მგონი უბრიანი იქნება. როგორც კი მოვიგე, მე მსოფლიო ჩემპიონი გავხდი, ეგრევე მიმიწვიეს ჰასტინგის ცნობილ ტურნირში, ტრადიციულ ტურნირში, მხოლოდ საკვალიფიკაციო ტურნირში. მოვიგე ტურნირი ძალიან კარგად. მე ვიყავი მარტო გალი,
ახალგაზრდა ვიყავი. და 64 წელს უკვე ვითამაშე, ასე ვთქვათ, მთავარ ტურნირში. სადაც ორი ისეთი დიდი ოსტატი თამაშობდა. ერთი ეს კერესი, მუდმივ მეორეს რო ეძახდნენ და იტალიის ესტონურ ფულზე მისი სახე გამოსახულია რა. ერთეულზე ფულისა იმდენად პატივს სცემდნენ. ხო და მეორე იყო გლიგორიჩი მუდმივი ნომერი, ლიდერი მათი და მათი გმირი და პიროვნება ბრწყინვალე. პირველ ტურში შავი ფიგურებით შეხვდი კერესი. და ვერ აიტანა, კერესი იყო ჯენტლმენი, მართლაც საოცარი პიროვნება, კარგი პიროვნება. მაგრამ ვერაფრით ვერ უნდა და გადაეხარშა და ყაიმზე შემოითავაზებინა, იმიტომ ისე ადვილად გავათანაბრე. და ჩემთან ყველა ბოლომდე თამაშობდა. სანამ მიმიღებდნენ თავიანთ რიგებში. ყველა განყოფილებას ჰქონდა თავისი რაოდენობითი გასვლა უცხოეთში. აი ეს აკრძალვა რო იყო, ამიტომ ყველაზე დიდი მეთამაშა წელიწადში 2-3 ტურნირი. მაგრამ ერთი წლის შემდეგ უკვე თავიანთ რიგებში მიმიღეს და უკვე სხვა პატივისცემით მეთამაშებოდნენ. ყველაზე ძლიერ ტურნირად მიმაჩნია ოლიმპიადის ტურნირი. პირველი მეოთხე ადგილი გავიყავი და კოეფიციენტით დაელაგებინათ პირველ ადგილზე ვიქნებოდი მე, და პირველი ტურნირიდან მე ლიდერობდი და მე იქ პარტიები მაქვს მოგებული. უბრალოდ სასწაულია, ინტერნეტში არის ყველა ეს პარტია და ერთ რაღაცას, აი ერთ მაგალითს მოვიყვან. ტარიანი იყო ასეთი ახალგაზრდა მოჭერაკე, რომელიც იყო ოლიმპიური ნაკრების წევრი ამერიკის. ტარიანი ტარჯანი, აი ზოგი ისე ეძახდა, ზოგი ასე ეძახდა. და იმან შემომთავაზა მე ესპანურის გაგრძელება, ესპანური გამოვიდა საბოლოოდ. საცა ახალი იდეა გამოიყენა და მაშინ ეს არ იყო ჯერ კომპიუტერი შემოსული და თუ ვინმე ახალ იდეას გამოიყენებდა, გვიან მოდიოდა ინფორმაცია. დავიწყე გარღვევა. დადგა მომენტი, ჩემი მხედარი აღმოჩნდა აი მეშვიდე ჰორიზონტალზე, აი აქ. მუტევ ჩემი ბაიკით, ვიბრუნებ ამ ხედარს, ვიბრუნებ, მაგრამ რჩები უპაიკოთ, მაგრამ ჩემი ეტლი შედის მეშვიდე ჰორიზონტალზე, მძიმე ფიგურები გაცვლილია, მძიმე ფიგურა ისე ლაზიერი უკვე ამ მომენტში იცვლება და ვიგებ ძალიან კარგ ენჭფულს. ეს რომ მოხდა პარტიაზე, აი ესე ზის მომილოცა და ინგლისურად მეუნება, შეუძლებელია. სამჯერ გაიმეორა შეუძლებელია და რატომ მეთქი უთხარი და ორი დიდ ოსტატიო, ვიჯექითო, ვარჩევდითო და ეს იდეა ვერ დავინახეთო. ასე რომ ასეთი რაღაცა ხდება და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, იმიტომ რომ სხვანაირად ჭადრაკი მოხდებოდა. რომელი უფრო რთული იყო, ქალთა შორის სოფლიო ჩემპიონობა თუ დიდ ოსტატის წოდება მამაკაცთა? ქალთა შორის ჩემპიონი ბიკოვასთან ნამდვილად არ გამჭირვებია ახლა შედეგიც და ადვილი არ არის, მაინც ნერვები ახლა კი ნერვები კარგი მქონდა, მაგრამ შინაგანად ხო მაინც ნერვიულობ. ასე ადვილი არაა და იქ შენ მთელი თავით მაღა არ დგახარ, კი? შეიძლება უფრო ძლიერი ვიყავი, მაგრამ ეს რაღაც მომენტებში ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს. თქვენ წარმოიდგინეთ იმისათვის, რომ მიაღწიო უმაღლეს ტიტულს, აუცილებელია. შრომის მოყარებიდან ჭი აუცილებელია, ეს ამას ის არ აყავს. მაგრამ კარგი ნერვები, მდგრადობა, ეს ფსიქოლოგიური, სპორტული ჟინი, სპორტული ხასიათი, რასაც ქვია. ერთი რაღაცა ამოგდებული რო იყოს და ჯამურად მოწინააღმდეგე გაჯობოს. აი ეს გადატვირთვავს უკვე ნიჭს. პირადად ჩემი აზრია, რომ აი განსაკუთრებული წარმატება თუ ფენომენალური შედეგები ქონდა საჭადრაკო ოლიმპიადებზე. ესე იგი პირველად ითამაშა 1963 წელს, ბოლოს 30 წლის განმავლობაში სულ თამაშობდა ძალიან წარმატებულად და 11 გზის ოლიმპიური ჩემპიონია, წარმოგიდგენიათ 10 ჯერ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში
და ერთხელ საქართველოს შემოდა, მაგრამ თუმცა იყო შემთხვევები, 4ჯერ იყო ეგეთი შემთხვევა, თუ 1978 წელს ახლა ახმილოვსკაია მაშინ არ იყო საქართველოს მოქალაქე, მაგრამ ნუ მე გახდა. მაგრამ ჩვენ ჩავთვალოთ, რომ 78-შიც ქართველებით იყო დაკომპლექტებული. და სხვათა შორის ძალიან ისეთი ფაქტია, რომ შარშან ძალი იყო ქართველები. კი აქ. თუმცა რეგბისტის მეუღლე იყო. კი ბატონო. ეტოხოვის ის საკაური რუსი. შარშან ფიდეს 100 წლის თავისადმი უძღვლი ღონისძიება ჩატარდა საიუბილეო ბუდაპეშტში. და იქ ესე განსაკუთრებით საქართველოს ქალთა ნაკრები დასახელდა ყველა დროის საუკეთესო ნაკრებად და გამოარჩიეს ნონა გაფრინდაშვილის ღვაწლი. ესე იგი 128 პარტია აქვს ნათამაშები ოლიმპიურ საჭადრაკო ოლიმპიადებზე და აქედან 94 აქვს მოგებული. წარმოგიდგენთ რამ ხელა და ესე იგი 63 წელს ითამაშა პირველად ოლიმპიადაზე და 12 პარტიიდან 11 მოიგო, 1 ყაიმით დაასრულა. იგივე გაიმეორა მენჩიკის მიღწევა. მენჩიკის მიღწევა იგივე გაიმეორა 68 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ყველა მოიგო 1 და 1986 წელს უკვე მესამე დაფაზე თამაშობდა, იმიტომ რომ უკვე მაია ჩიბურდანიძე როგორც სოფლიო ჩემპიონი პირველ დაფაზე იყო და ყველა პარტია მოიგო. გაუჭირდებოდა. ყველა პარტია მოიგო, ცხადია რომ ესე კარგი. ხო არის 11 წლის ოლიმპიური ჩემპიონი და პირადში ესე იგი 9 ოქრო აქვს თავის დაფაზე, 3ჯერ ვერცხლი და 1 ბრინჯაო. განსხვავება თუ იყო პასუხისმგებლობის ხრივ საბჭოთა კავშირის სახელით ოლიმპიადაზე წარმატება და საქართველოს სახელით ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით უნდა მოვტარიყავით, რა იყო პირველი ადგილი რა. შეიგი საოცარი ოლიმპიადა იყო და სხვათა შორის თან მე ხო გითხარით როგორ სიტუაციაში აღმოჩნდი, მაგრამ ბოლო ტურში მაინც მე დამსვეს, გამიგეთ? ხო და ნუ რა ბედნიერები ვიყავით რომ მოვიგეთ, იმიტომ რომ ეს იქნებოდა საოცარი, ასე ვთქვათ, ამოდენა წარმატების შემდეგ 40 წელი ყველაფერი ჩვენი რო იყო. ამდენი შინაურული მატჩი. ფინალური მისადგომებთან კიდევ ქართველები იბრძოდნენ. აქედან წავიდა ქართული ფილმები, მოხდა ორდანხევარი იმისი გაერთიანება თაობის. ორდანხევარს იმიტომ ვიძახი, რომ ჩემი და ალექსანდრია, მე არახამია და კახიანი იყვნენ, თუმცა კახიანი ვერ მოხდა აქ ნაკრებში. მე ის გათხოვდა გერმანიაში და გერმანიის სახელით გამოდიოდა, რადგან ვერ ხვდებოდა აქ. და არახამია რო დაგვემატა და იქ ჩიბურდანიძის თაობა რომ მოვიდა, არც ერთმა ნერვები არ ისა ნიჭი არ გაანიავა. ხო და ესე ჩიბურდანიძე, იოსელიანე, მე და ნანა და არახამია მე სხვათა შორის როცა ნანა ვერ ხვდებოდა, არახამია ხვდებოდა, არახამია ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. ხო და საქართველოს ნაკრებში კიდევ გურიელი ემატებოდა, გამიგეთ? და ასეთ დროს, როცა 92 წლის უკვე საკმაოდ წლოვანი ვიყავი, მაგრამ ჯერ კიდევ ფორმაში ვიყავი, რა იტყვია. ალბათონო ნონამ რომ ეპოქა შექმნა მთელი საქართველოს ჭადრაკის ისტორიაში, ამას ლაპარაკი არ უნდა რა. ეხლა იყო ყოველთვის საქართველოში ესეთი გამოთქმა, რომ სახელებით მოიხსენიებენ რამოდენიმე ადამიანს. ეს იყო თამარ მეფე ყველას მხედველობაში, ვაჟა, ილია, აკაკი, გალაქტიონი და ამას დაემატა 60-იან წლებში ნონა. დღეს როდესაც ვამბობთ ნონას, სულ ყველა მიცის, რომ აქ არის ნონა გაფრინდაშვილი და არავითარ და მე კიდევ ერთ საინტერესო რამ მოხდა იმ წლების საქართველოს სინამდვილეში. ნუ ეხლა სტუმარ მასპინძლობა და პურმარილები ქართველებს ყოველთვის ეხერხებოდათ და იმ სალონურ შეკრებებზე, როდესაც ინტელიგენცია იკრიბებოდა, როდესაც არისტოკრატია იკრიბებოდა, მიღებული იყო ძირითადად ნარდის თამაში ან ბანკოს თამაში. მას შემდეგ რაც ნონა შემოვიდა ეპოქით, თავისი ეპოქით გახდა, უცებ ჭადრაკი გამოჩნდა. მართალია მანამდენაც იყო ჭადრაკი დადიანების ოჯახში. იგივე აკაკი წერეთელს თავის ნაწარმოებში ხოჩე. დადიანების ოჯახში და წამოვიდა მე ერთი ამბავი, რომელსაც ვერავინ ვერ გადაამოწმებს, რომ სიტყვებში ჭადრაკს ატანდნენ, იყო ესეთი ის და ეს ყველაფერი ნონას დამსახურება იყო და თავარი რაც არის, სახელი ნონა მეტადრე პოპულარული გახდა საქართველოს
სინამდვილეში ძალიან ბევრი თავის ქალიშვილის ნონა გაფრინდაშვილის პატივსაცემად და ხათრით ნონას არქმევდა. იყო ეს პერიოდი განსაკუთრებით 60-იან წლებში. აქვე ერთი რამეც მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგია ოლიმპიადებზე ვილაპარაკეთ, მაგრამ ფასდაუდებელია 8 წლი ნონასი მატჩების ჩატარებაში. პირველი მატჩი მან მოუგო ელისაბედ ბიკოვას. ელისაბედ ბიკოვა მაშინ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იყო. და მოუგო, ну რა ვიცი ახლა, არავის არ ეწყინება თუ ვიტყვი, რომ გამანადგურებელი ანგარიში 9-2 და ეს 9-2 ისე დამთავრდა, რომ პარტია არ მოუგია ბიკოვას და თან ბიკოვას მაშინ უფლება ჰქონდა მატჩ რევანში მოეთხოვა და ეთამაშა მატჩ რევანში წლის განმავლობაში. ბიკოვა მიხვდა, რომ არანაირი მატჩ რევანში მას არ უშველიდა და განებდა, რომ იტყვიან. შემდეგ სამჯერ მოუგო ალაკუშნირს, რიგაში მოუგო პირველი მატჩი, შემდეგ თბილისი მოსკოვს შორის ჩატარდა, შემდეგ ისევ რიგაში და შემდეგ ყავდა ნანა ალექსანდრია და ბოლოს ესეც ნონას დამსახურება არის, მან ხომ ეს ეპოქა შექმნა, ხომ ყავდა ყოველთვის თავის რიგებში საქართველოში ნანა ალექსანდრია, მაია ჩიბურდანიძე, ნინო გურიელი, წამოვიდა ნანა იოსელიანი, არ გამოვტოვოთ არავითარ შემთხვევაში, რომელთან ერთადაც იგი საქართველოს ნაკრების წევრი იყო, წლების არახამია შემდეგ ხო და არ უნდა გამოვტოვოთ, დიდი ბოდიში რამე იმდენად დიდარი არის საქართველოს ჭადრაკის ისტორია, რომ შეიძლება ვინმეც გამოგჩეს, ბოდიშს მოვიხდი, თუ ვინმე გამოგჩა. მან ეს ეპოქა შექმნა და განგრძნობადი გახდა ეს ეპოქა რა. ნონა რომ წავიდა, სოფლიო ჩემპიონი გახდა მაია ჩიბურდანი, სოფლიო ჩემპიონობიდან რო წავიდა, თორე ღმერთმა კარგად გვიმყოფოს, ჯანმრთელად არის და კარგად არის. სოფლიო ჩემპიონი გახდა მაია ჩიბურდანიძე და ისიც 5 გზის სოფლიო ჩემპიონია. და იყო პერიოდი, როდესაც საქართველოს შინაურ საქმედ გადაიქცა სოფლიო ჩემპიონობა. ნონა შეხვდა ნანა ალექსანდრიას, მერე ჩიბურდანიძესაც აქვს მატჩი ნათამაშები. ნანა ალექსანდრიასთან მერე რძლად ჩამოვიყვანეთ ახმილოვსკაია, ისიც ძალიან წარმატებული იყო ჭადრაკში და ავიცი, არ შეიძლება ის ტრიუმფი არ გავიხსენოთ, რომლითაც ნონა წამოვიდა მოსკოვიდან თბილისში მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ. ეს არის ბიკოვასთან 9-2 გამარჯვების შემდეგ. რატომღაც ნონამ გადაწყვიტა, რომ თავის ძმებთან ერთად წამოსულიყო მატარებლით და მისი ერთ-ერთი ძმა მურადი, ჩემი კარგი მეგობარი იყო რა, ჩვენ წლების განმავლობაში ერთად მუშაობდით და მეგობრული ურთიერთობა და მურადის მონაკოლს გავიხსენებ. პირველი შეხვედრა ლესელიძეში მოუწყვეს ქალბატონ ნონას. ამ პირველი შეხვედრა რასაკვირველია, ისეთი პომპეზური ლესელიძეში არ იქნებოდა, მაგრამ სოხუმში საკმაოდ კარგი შეხვედრა, მაგრამ ეხლა თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ სამეგრელოში, როდესაც შემოვიდა სენაკი ზუგდიდის შორის. პირველი დაფნის გვირგვინი იქ დაადგეს და თბილისში ამდენი ხალხი შეკრებილი ელოდება თურმე მატარებელი როდის ჩამოვა და მოხდა ისე, რომ ყველა ითხოვს, რომ ნონასთან შეხვედრა იყოს. სამტრედიაში იყო შეხვედრა, ზესტაფონში იყო, ხაშურში იყო, გორში იყო და თბილისში დაახლოებით 2 საათიანი დაგვიანებით ჩამოვიდა. გატენილი ვაგზლის მოედანი, ყველაფრით სავსე, მაგრამ მსურველი ყველა რასაკვირველია ვერ დაინახა ყველა ნონამ და შემდეგ მიიღეს ესეთი გადაწყვეტილება. 63 წელში ყველაზე დიდი აუდიტორია, სადაც შეიძლებოდა შეკრებილიყო, ეს იყო 40,000-იანი უკვე პირველად რეკონსტრუირებული დინამოს სტადიონი და გადაწყვიტეს, რომ ნონას გაეხსნა საკავშირო ჩემპიონატის პირველი მატჩი. ეს იყო 1963 წლის 31 მარტი და ნონამ გახსნა ეს შეხვედრა. ქალბატონი ნონა დღესაც ძალიან აქტიურია. თამაშობს ჭადრაკს აქტიურად. სინიორებს შორის არაერთხელ გამختარა მსოფლიო ჩემპიონი და ასპარეზობის გარდა კიდე ჭადრაკთან დაკავშირებით სხვა საინტერესო გზებიც გამონახა, რასაც თავად ქალბატონი ნონა მოგვახსენებს.
მე კულტურის დღეებში რომ მონაწილეობდი, კულტურის დღეებში ვაკვირდებოდი რეაქციას მაყურებლის და ისე იღებდა ჩვენ სიმღერებს და ცეკვებს, რომ ისეთი გრძნობა მქონდა მე, აი სასიხარულო გრძნობა, რომ აი როგორც ჩემი გამარჯვებების დროს და იმდენი ვიძახე ეს, რომ ოჯახს მოვიდა მე თავში ეს იდეა გაგვეკეთებინა ქართული ცეკვა და მთლიანად ყველა ფიგურა არის გადმოტანილი როგორც ცეკვა. დედოფალი და მეფე. ეს არის ქართული ცეკვა. ეტლი სამაია. ნახეთ რა კარგი სამაია. და ეტლია. ხედარი, მხედრული. ტანისამოსი გამოყენებულია ძვირფაში ტანისამოსი, რაც აცვიათ ამ ცეკვების დროს. ოფიცერი, ჩვენ ქართულად კურსს ვეძახით. მაგრამ ეს ოფიცერი არის ხელშრული. რაც წერია მათი მეებში, მოცეკვავების იმებში, რას როგორ ქვია, ეს გამოყენებული გვაქვს. და პაიკი. პაიკი არის თეოლოგი. ხოლავს. აი აქ ჩასადებებია, ამაში იდება ესენი. მე აი ეგერ ხის იმას ვუყურებთ. იმას ცალკე ვაკეთებთ, რომ ჩასადები იყოს. გამიგეთ, რომ გადატანისთვის, რომ რამე არ მოუვიდეს და თავის სერტიფიკატები მოყვება, როგორც მთლიანად ჭადრაკს, ისე ფიგურებს. აი ნახეთ. სერტიფიკატი მოყვება და ამ სერტიფიკატში პირდაპირ წერია ყველაფერი. რა არის, რა ქვებია გამოყენებული, რა მასალაა მთლიანობაში გამოყენებული. ხო და ფიგურებს ახლა ვაკეთებ ცალკე სხვათა შორის ზოგიერთს უნდა რომ რაღაც ფიგურა მაინც შეიძინოს ახლა თავისი სერიოზული ფასიადებს ამ ჭადრაკს და ფიგურებს ვაკეთებ და ფიგურებსაც თავისი ის მოყვება რა სერტიფიკატი წამოყვება ყველას და გავაკეთეთ ვერხიშხაოს შეგე ნიკო კეცხოველმა რომ გამომიგზავნა პირველი საჩუქარი ფილოსოფიის ჭადრაკი მისთვის ძალიან ძვირფასი მე-17 საუკუნეში პირველი მოხატულობა გაკეთდა ვერხიშხაოსანზე აი ეს მოხატულობა გადმოტანილი ფიგურებზე მე ესეც ეს რაც გაკეთდა მე ამას ვეძახი ჩემს მაისურს იმიტომ რომ მაისური მე არ მაქვს რომ როგორც მოთამაშებს რომ მოაქვს ჩემთან სათამაშო სახეობები რომ მოდიან გამიგეთ თავის ჭარჭერით იმიტომ ეს ბავშვებისთვის გავაკეთე ძირითადში მაგრამ უკვე იმდენი გვაქვს ეს გაცემული იმიტომ რომ დიდებსაც მოწონთ ძალიან მე ამ დიდებსაც ვაყავთ კიდევ ბავშვები და აქეთ ლოგოებია აქ ის არის ფაქსიმილია მაგრამ აქეთ არის აქეთ მე ვაწერ მე ხელს ყველაფერს აქ არის აი ეს მე რაც მოვყევი თავიდან ყველაფერი ამოღებული საინტერესო ორივე ჭადრაკი საუკეთესო სურათები და საუკეთესო ამონარიდებიდან ჩემი რა თქვა და მნიშვნელოვანია აქ ყველაზე მენტალიტეტი ისა გამარჯვებულის მენტალიტეტი ფიქრობ დროული იქნება თუ დღევანდელ გადაცემას აქ დავამთავრებთ დაემშვიდობოთ ჩვენ ტელემაყურებლებს და უსურვოთ ყოველივე კარგი მრავალი ახალი წარმატების ავტორობა თუ შემსწრეობა. დიდი მადლობა.